საწვავი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი და ეკონომიკის ერთგვარი თერმომეტრია, მისი ფასი გავლენას ახდენს როგორც ბიზნესის, ისე მოსახლეობის ხარჯებზე. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონკურენციის სააგენტოს მონიტორინგი, უწყებამ ბენზინისა და დიზელის ბაზრის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც შეფასებულია, როგორ იცვლებოდა ფასები 2025 წლის იანვრიდან სექტემბრამდე, რამდენად იყო ეს ცვლილებები შესაბამისობაში საერთაშორისო ტენდენციებთან და როგორ რეაგირებენ მსხვილი და მცირე კომპანიები გლობალურ ბაზარზე არსებულ ფასებზე. ანგარიშის მთავარ შედეგებზე, ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოზე და იმაზე, თუ რას უნდა ველოდოთ, მომდევნო თვეებში ვისაუბრებთ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსთან გიორგი ქედელიძესთან. მოგესალმებით, ბატონო გიორგი, მადლობა სტუმრობისთვის. საწვავის ბაზარი ეს არის მუდმივი ინტერესის სფერო მოსახლეობისთვის, საზოგადოებაში და ასევე საკმაოდ მაღალი რისკის შემცველი. საინტერესოა ვისაუბროთ უკვე ბოლო 9 თვის შედეგებზე, ფასის ნაწილში, როგორც ზრდის, ასევე კლების მიმართულებით, რა სურათი გვაქვს და ეს ყველაფერი რა ტიპის ფაქტორებთან არის დაკავშირებული. მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებელს. მართლაც საწვავი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი, თავისი ბაზრის მოცულობიდან გამომდინარე, ასევე გავლენიდან გამომდინარე სხვადასხვა ბაზრებზე. პრაქტიკულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნებისმიერ ბიზნესზე, ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეზე მას პირდაპირი ან ირიბი გავლენა გააჩნია და შესაბამისად ფასის ცვლილება და ის, რომ ფასები შესაბამისობაში იყოს მასზე მოქმედ ფაქტორებზე არის ძალიან მნიშვნელოვანი. სწორედ აქედან გამომდინარე სააგენტო პრაქტიკულად უწყვეტ მონიტორინგს აკეთებს ამ ბაზარზე, რის ფარგლებშიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა ერთ-ერთი მორიგი შუალედური ანგარიში. შუალედური ანგარიშის მიხედვით 2025 წელი მეტნაკლები სტაბილურობით გამოირჩეოდა და სააგენტოს ზოგადი შეფასება არის ის, რომ ბაზარი არის კონკურენტული, განსხვავებით წინა მონიტორინგებისგან, რომლებიც ძალიან სხვა პროცესების საფუძველი გახდა. კერძოდ წლის დასაწყისში ფიქსირდებოდა პლაცის და შესაბამისად კომპანიების მიერ იმპორტირებული საწვავის თვითღირებულების შემცირება, რასაც ფასის შემცირება მოყვა წლის მეორე ნახევრიდან დაახლოებით მაის-ივნისის თვიდან, უფრო სწორად თვითღირებულება მცირედით გაიზარდა, შესაბამისად გაიზარდა 15-20 თრით საწვავი მსხვილი კომპანიების დონეზე. ჩვენი დაკვირვების საწყის წერტილს წარმოადგენს სწორედ ბაზარზე მოქმედი 5 მსხვილი კომპანია, გამომდინარე იქიდან, რომ ეს კომპანიები შეთანხმებულ ქმედებაში იყვნენ მონაწილეები და სააგენტოს აქვს უკვე განხორციელებული მოკვლევები ამ მიმართულებით. თუმცა ვაკვირდებით მცირე კომპანიებსაც. მცირე კომპანიების ქცევა იყო ცოტათი განსხვავებული მსხვილი კომპანიებისგან, თუმცა ამას გააჩნია თავისი, ასე ვთქვათ, ობიექტური გარემოებები. კერძოდ მსხვილი კომპანიები მცირე კომპანიებთან შედარებით ოპერირებენ საწვავის გაცილებით დიდი მარაგებით, შესაბამისად ფასის კლებას და ასე ვთქვათ მატებას შემთხვევაში უფრო სხვა სახე აქვს, ვიდრე მცირე კომპანიების შემთხვევაში. მცირე კომპანიები უფრო მოქნილები. ალბათ ეს დამოკიდებული. დიახ, მსხვილ კომპანიებს ჩვენი, ასე ვთქვათ, შეფასებით და პრაქტიკულად ფაქტობრივი მონაცემებითაც დაახლოებით 1 თვის მარაგები აქვს, როდესაც მცირე კომპანიები არიან, ასე ვთქვათ, ყოველდღიურ ან ყოველკვირეულ შესყიდვებზე დამოკიდებული. შესაბამისად, წელს მაგალითად იყო შემთხვევები, როდესაც მსხვილმა კომპანიებმა საერთაშორისო ბაზარზე გაზრდილი ფასი დაყოვნებით ასახეს საცალო ფასებზე და მცირე კომპანიების მიერ ამგვარი რეაგირება იყო უფრო მყისიერი, შესაბამისად ეს განსხვავებები არსებობს. დიახ, სწორედ ამ ნაწილში მინდა ჩაგეკითხოთ, საერთაშორისო ბაზარზე არსებული ტენდენციები, რითიც რეალურად ხელმძღვანელობს ხომ ადგილობრივი ბაზარი. რამდენად მოდიოდათ ამ ხვედრაში 9 თვის განმავლობაში, როგორც მცირე, ასევე მსხვილ კომპანიებთან მიმართებით და აი ეს ცვლილება, რასაც ისინი ასახავდნენ, რამდენად მოდის კონკურენციის კანონთან მიმართებაში? სამი ძირითადი ფაქტორი არსებობს ამ მიმართულებით. ერთი ეს არის ნედლინავთობის ფასი, რომელიც თავის მხრივ განაპირობებს უკვე პლაცის, ანუ ბენზინისა და დიზელის ფასს საერთაშორისო ბირჟებზე და შემდეგი ფაქტორი არის ლარის გაცვლითი კურსი. ამ სამი ფაქტორის ერთობლიობას უკვე გავლენა თავის მხრივ გააჩნია კომპანიების მიერ იმპორტირებულ საწვავზე და იმპორტირებული საწვავის თვითღირებულებაზე. თვითღირებულებას მინდა ხაზი გაუსვა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ბოლო დაახლოებით 3-4 წლის განმავლობაში ჩვენ ქვეყანაში ხდება იმგვარი საწვავის იმპორტი, რომელიც რიგ შემთხვევებში უფრო დაბალი თვითღირებულების მატარებელია, ვიდრე მაგალითად ევროპულ ბირჟებზე ფიქსირებული პლაცის ფასი. შესაბამისად, ჩვენ ბოლო 3 წელია შემოვიღეთ დამატებითი ფაქტორი, გარდა იმ 3 ფაქტორის,
იმისა, რაც აღნიშნეთ, დამატებით ვაკვირდებით კომპანიების მიერ იმპორტირებული საწვავის თვითღირებულებას, ვაკვირდებით კორელაციას და საბოლოო ჯამში ვაფასებთ სწორედ ასე ვთქვათ ამ ფაქტორების გავლენას საცალო ფასებზე. 2025 წელი სააგენტოს ამ ეტაპზე არსებული შეფასებით თანხმედრაში იყო კონკურენციის კანონმდებლობასთან, რაც ნიშნავს იმას, რომ ფასის კლება საერთაშორისო ბირჟაზე, ისევე როგორც მატება, იმპორტირებული საწვავის თვითღირებულება გონივრული ოდენობებით აისახებოდა კომპანიების საცალო ფასებზე, როგორც მსხვილი კომპანიების, ასევე მცირე კომპანიების შემთხვევაში. თქვენ ახსენეთ შეთანხმებული ქმედება, რასაც წინა წლებში ჰქონდა ადგილი. ამჯერად თუ გამოიკვეთა რაიმე წინაპირობა იმისა, რომ შეიძლება აღნიშნული რისკი კვლავ დადგეს და ეს ძირითადად ეხება დიდ მსხვილ კომპანიებს თუ უკვე მცირე კომპანიებიც არიან ამის ნაწილი. რა თქმა უნდა, როგორც უკვე აღნიშნე, წინა პერიოდში სწორედ ამ მონიტორინგმა მოგვცა შესაძლებლობა, რომ ჩვენ გამოგვეკვეთა მსხვილი კომპანიების საეჭვო ქმედებები, დავიწყეთ მოკვლევა და 5 მსხვილი კომპანია დავაჯარიმეთ კიდევაც ამ მიმართულებით, თუმცა 2025 წლის დონეზე ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე უკვე ჩვენ 2026 წლის იანვრის დასაწყისში წლის სრულანგარის მომზადებთ, მაგრამ ამ ეტაპზე ქმედებები, რომლებიც კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაძლო წინააღმდეგობაში შეიძლება მოდიოდეს, არ ფიქსირდება ბაზარზე, როგორც მსხვილი კომპანიების შემთხვევაში, ასევე მცირე კომპანიების შემთხვევაში. და ბაზარზე დომინირების რისკიც არ არსებობს? ზოგადად ჩვენ ქვეყანაში საწვავის ბაზარი ძალიან ასე ვთქვათ კონკრეტული თავისებურებებით გამოირჩევა იგივე ევროპული ქვეყნების ბაზრებისგან განსხვავებით. ბაზარზე გვყავს საკმაოდ ბევრი მოქმედი კომპანია და ბევრი ავტოგასამართი სადგური გვაქვს, მაგალითისთვის დაახლოებით საცალო ბაზარზე მოქმედებს 370-მდე კომპანია, გვაქვს 1200-მდე ავტოგასამართი სადგური, 1200 ავტოგასამართი სადგურიდან დაახლოებით 500 ავტოგასამართი სადგური აქვთ 5 მსხვილ კომპანიას და 5 მსხვილი კომპანია დაახლოებით ფლობენ ბაზრის 60%-იან წილში. სამამისად, 5 მსხვილი კომპანიის მიღმაც ბაზარზე მრავლად არიან კომპანიები, რომლებიც ფლობენ ერთ ან ორ ავტოგასამართ სადგურს და ბოლო წლებში შეიმჩნევა ტენდენცია, როდესაც უკვე 5 მსხვილი კომპანიის მიღმა ბაზარზე გაჩნდნენ სხვა ქსელები, რომლებიც უკვე ანგარიშგასაწევი კომპანიები გახდნენ, მათ შორის 5 მსხვილი კომპანიის მიმართაც. რაც მთავარია, ასევე შეინიშნება სერვისის მიმართულებითაც ამ სხვა კომპანიების კუთხით განვითარება, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი დაკვირვებით ფასი რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, ოღონდ მხოლოდ ფასი არ არის გადამწყვეტი მომხმარებლის მიერ არჩევანის გაკეთების პროცესში. ფასი რომ ყოფილიყო მხოლოდ გადამწყვეტი, ჩვენ 5 მსხვილი კომპანიის შემთხვევაში მხოლოდ ბაზრის 60%-იანი წილი არ გვექნებოდა, ეს წილი იქნებოდა კლებადი, თუმცა ბოლო 3-4 წლის დაკვირვება აჩვენებს, რომ მსხვილ კომპანიებს სტაბილურად აქვთ ბაზრის 60%-იანი წილი. შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ მომხმარებლისთვის ფასთან ერთად მნიშვნელოვანი არის მომსახურების მიღების ხარისხიც, ის დამატებითი სერვისები, რაც მსხვილ კომპანიებს გააჩნიათ, იგივე მარკეტები აქვთ თითოეულ, ასე ვთქვათ, ბენზინგასამართ სადგურზე. საწვავის ხარისხი და ის თუ რომელი ქვეყნიდან შემოაქვს კონკრეტულ კომპანიას საწვავი თუ თამაშობს რაიმე როლს? ორ მნიშვნელოვან ფაქტორს გავუსმევდი ხაზს ამართულებით. ერთი ის, რომ ხარისხი კონტროლდება სახელმწიფოს მიერ, ჩვენ ქვეყანაში სავალდებულო არის ევრო 5 სტანდარტის ხარისხი, რომლის მიხედვითაც დარეგულირებულია როგორც ოქტანობა, თითოეული სახეობის საწვავზე, გოგირდის შემცველობა, ტყვიის შემცველობა. შესაბამისად, გარანტი ის, რომ იმასთან დაკავშირებით, რომ საწვავი არის ხარისხიანი, არის სახელმწიფო. და რაც შეეხება იმ ფაქტს, თუ რომელი ქვეყნიდან შემოდის საწვავი, ეს შესაძლებელია კონკრეტულ შემთხვევაში იყოს სპეკულაციების საგანი, გამომდინარე იქიდან, რომ თუ კომპანია არ არის უშუალოდ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შვილობილი კომპანია და მის ბიზნეს ინტერესს არ წარმოადგენს, რომ გაყიდოს საკუთარი დამფუძნებლის ნაწარმოების საწვავი, ამ კომპანიის შემთხვევაში დღეს შეგვიძლია შევხვდეთ ევროპულ საწვავს, სხვა შემთხვევაში შეგვიძლია შევხვდეთ სხვა ქვეყნიდან იმპორტირებულ საწვავს. სამამისად, ამ კუთხით ბაზარს ჩვენი შეფასებით გამჭვირვალობა შეიძლება ითქვას, რომ აკლია. თუმცა არსებობენ კომპანიები, რომლებიც სტაბილურად მაგალითად ევროპულ საწვავს ყიდიან, არსებობენ კომპანიები, რომლებიც რიგ შემთხვევაში არაევროპული საწვავით ოპერირებენ, რიგ შემთხვევაში ევროპული საწვავით. მათი მთავარი, ასე ვთქვათ, მამოძრავებელი ძალა არის, რომ შეიძინონ საწვავი იაფად და შესაბამისად ბაზარზე ქონდეთ უფრო მეტი კონკურენცია. კი ბატონო გიორგი, თქვენი დაკვირვებით თქვენ ახსენეთ ლარის კურსი, რაც არის სტაბილური და ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი და მდგენელი ერთ-ერთი ადგილობრივად საცალო ვაჭრობის დროს ფასის დადგენაში ლოგისტიკური მიმართულება და ასევე ბაზრების დივერსიფიცირება რამდენად შეიძლება იყოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი საბოლოოდ უკვე საცალო გაყიდვებში, აი მოსახლეობისთვის, რომელიც უყურებს სტაბილოს და მისთვის ეს არის მთავარი გადაწყვეტილების მიღების ადგილი.
ლოგისტიკური თვალსაზრისით და დივერსიფიცირების თვალსაზრისით ქვეყანა საკმაოდ არჩევანი გააჩნია, გამომდინარე იქიდან, რომ შავი ზღვის აუზი არის ძალიან დიდი პოტენციალის შემცველი. პრაქტიკულად ჩვენ ევროპის ქვეყნებიდან თავისუფლად შეგვიძლია შემოვიტანოთ საწვავი და ამ ეტაპზე რუმინეთიდან და ბულგარეთიდან შემოდის ევროპული ქვეყნებიდან ყველაზე დიდი რაოდენობის საწვავი, ასევე მეზობელი ქვეყნებიდანაც ხდება იმპორტი, იგივე აზერბაიჯანიდან. საკმაოდ დიდი წილი უჭირავს რუსეთიდან იმპორტირებულ საწვავსაც. არის კიდევ ერთი ვარიანტი თურქმენეთის სახით. მეზობელ ქვეყნებში ძირითადად შეძენის სტატისტიკა დამოკიდებულია კონკრეტულ მომენტში, რომელ ქვეყანაში იქნება საწვავი უფრო დაბალი თვითღირებულების მატარებელი. თუმცა შეგვიძლია ისიც ვთქვათ, რომ ევროპული ქვეყნებიდანაც სტაბილურად შემოდის საწვავი, ძირითადად ბულგარეთიდან და კონკურენტული ფასი განსაზღვრავს გადაწყვეტილებას მსხვილი კომპანიებისთვის. აუცილებლად. რა თქმა უნდა, კომპანიის უპირველესი მიზანი არის, რომ მიიღოს მეტი მოგება, თუმცა ჩვენ ვაკვირდებით იმ ფაქტორს, რომ მეტი მოგების მიღება კონკურენტულ გარემოში მოხდეს და არ ფორმირდეს რაიმე სახის შეთანხმებული ქმედებები და მათი ინტერესი არის, რომ პირველ რიგში კონდეთ დაბალი თვითღირებულების საწვავი. თუმცა სხვა ბიზნეს ინტერესებიც არსებობს, როგორც აღნიშნე, რიგ შემთხვევებში თუ ნავთობგადამამუშავებელი კომპანიის შვილობილი კომპანია არის, უპირატესად იმ კომპანიის ნაწარმოებს საწვავს ყიდის. თუმცა როგორც წესი, საქართველოში ლუკოილი და რომპეტროლი არიან ძირითადად ევროპული საწვავის იმპორტიორები, თუმცა არა მხოლოდ. შესაბამისად, ხარისხობრივი კუთხით ევროპული საწვავის ქვეყანაში არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან კარგია, რომ ევროპული ქვეყნებიდანაც შემოდის საწვავი. კი ბატონო, არჩევანი არსებობს. რას უნდა ველოდოთ წლის ბოლოსთვის? 9 თვის მონიტორინგის შედეგები გვაქვს ახლა, 9 თვის საკმაოდ დიდი დროა ამ 9 თვეზე დაყრდნობით. როგორია პროგნოზები მთელი წლის მაჩვენებლებთან შედარებით და რიგით მომხმარებელს ჩვენს მაყურებელს რო უთხრათ ფასების ცვლილებასთან მიმართებით როგორია მოლოდინი ადგილობრივად? წლევანდელი წლის პირველი ნახევარი გამოირჩეოდა მეტნაკლები ტურბულენტობით საერთაშორისო ბაზარზე, თუმცა ლარის კურსი სტაბილური იყო და სტაბილურ მაჩვენებელს ინარჩუნებს, თუმცა წლის მეორე ნახევრიდან საერთაშორისო ბაზარზე სტაბილურობა შეიმჩნევა. ჩვენ არ ველოდებით უახლოეს პერიოდში საწვავის ფასის მატებას, დაახლოებით მსგავს ნიშნულზე უნდა შენარჩუნდეს, თუ რა თქმა უნდა არ მოხდა საერთაშორისო ბაზარზე ან ლარის კურსის მიმართულებით არსებითი ცვლილებები. ყოველ შემთხვევაში კონკურენციის სააგენტო ამ ბაზარს განგზობად რეჟიმში დააკვირდება და თუ შეინიშნა ისეთი ფაქტორები, რაც შესაძლოა წინააღმდეგობაში მოდიოდეს კონკურენციის კანონმდებლობასთან, ჩვენ აუცილებლად გვექნება სათანადო რეაგირება. ბუნებრივია და რა თქმა უნდა ჩვენც ველოდებით უკვე წლიურ საბოლოო შედეგებს, მანამდე კი აუცილებლად უნდა გკითხოთ და მოგილოცოთ კიდევ ერთი ჯილდო, რომელიც ეხება მომხმარებელთა უფლებების მიმართულებას და მომხმარებელთა განათლების მიმართულებას, რომ მოგვიყვეთ, აგვიხსნათ თუ რა ჯილდო მიიღო თქვენმა სააგენტომ და რა იყო ის მთავარი განმსაზღვრელი, რის შედეგადაც თქვენ დაიმსახურეთ ეს სტატუსი ახალი? ეს არ არის ამ მიმართულებით არსებული პირველი ჯილდო, ეს არის უკვე მეორე ჯილდო, ზედიზედ მეორე წელს სოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ, ასე ვთქვათ, კონკურსში კონკურენციის სააგენტომ გაიმარჯვა კონკრეტული მიმართულებით. კონკურენციის მიმართულებითაც ჩვენ გვაქვს უკვე ამ მიმართულებით ორი ჯილდო და ხაზი მინდა გაუსვა იმ გარემოებას, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონი საკმაოდ ახალია საქართველოში, აღსრულების სულ რაღაც 3 წლიანი, ასე ვთქვათ, გამოცდილება გვაქვს. ამ 3 წლის განმავლობაში ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან საერთაშორისო კონკურსებში გავიმარჯვეთ და საქართველო არის პრეზიდენტი ქვეყანა კონკურენციის საერთაშორისო ქსელის ISPEN-ის, რომელიც, ასე ვთქვათ, ეს სტატუსი გადმოიბარა ამერიკის შეერთებული შტატებისგან. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია სააგენტო სამკუთხით საქმიანობა და რაც მთავარია, ეს აღიარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერაც. კი ბატონო და ბატონო გიორგი, თქვენი წინასტუმრობის დროს ჩვენ დავაანონსეთ სამედიცინო ბაზრის მონიტორინგის დაწყება. ვისაუბრეთ ამ საკითხზე და როდესაც თქვენ აღნიშნეთ, რომ უკვე ცოტა ხანში იქნებოდა საწვავის ბაზრის შუალედური ანგარიში. ამჯერად რა ანონს დაგვიტოვებთ? თქვენი შემდეგი სტუმრობის მიზეზი რა იქნება, რას უნდა ელოდოს საზოგადოება? არაერთ სტრატეგიული ბაზრის მონიტორინგს ახორციელებთ და რომელი იქნება შემდეგი? სამედიცინო ბაზართან დაკავშირებით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე კომუნიკაცია მიმდინარეობს უშუალოდ კომპანიებთან და ახლობებით 170-მდე კომპანიასთან გვაქვს ჩვენ კომუნიკაცია ბაზარზე, პრაქტიკულად სამედიცინო სერვისების მიმწოდებელ ყველა კლინიკასთან. გამოვითხოვეთ საკმაოდ მოცულობითი ინფორმაცია, შესაბამისად ამ ინფორმაციის მიღებას უკვე მისი მოცულობიდან გამომდინარე დაჭირდება გარკვეული დრო, შემდგომში ანალიზსაც თავისთავად და წლის ბოლოსთვის ჩვენ აუცილებლად გვექნება ამ ბაზრის პირველადი შუალედური ანგარიში, რომელიც ძალიან ბევრ კითხვას გასცემს პასუხს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ტრადიციულად საინტერესო საუბრისთვის და სიახლეების კვალდაკვალ გელოდებით ჩვენთან ბიზნეს პარტნიორის სტუდიაში. დაგემშვიდობებით ამჯერად.
ჩვენი სტუმარი იყო კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ქედელიძე.